მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ, ასეთი გაშლა გავაკეთოთ. ეს უფრო იქნება იმათთვის, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები, აინტერესებს რა თქმა უნდა თავისი საქმიანობაც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად გეუბნებით ხოლმე, როცა რაღაცა არ ხდება თქვათ ურთიერთობაში რამე ან პაუზა გაკან საერთოდ როცა თქვენ გაქვთ თქვენი საქმე რომელიც მოგწონთ და გიყვართ ყოველთვის ყველა სფერო ნელ-ნელა დალაგდება. ამიტომ დღეს ჩვენ ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ იყოთ წარმატებული თქვენს საქმეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ კითხები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს. ვნახოთ ეხლა რა მდგომარეობაში მდებარეობს ეხლა თქვენი საქმე ან თქვენი პროექტი, თქვენი ბიზნესი, ხო, ვის რა? ანუ რა სტადიაზე გაქვთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხო? რა უკვე კარგად მუშაობს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კიდე თქვენ საქმეში. რა უშლის ხელს თქვენ საქმეს ამჟამად? даже წარმატებას, თქვენ წარმატებას. ვნახოთ ჩვენ რომელი შინაგანი რესურსი დაგეხმარებათ თქვენ რომ თქვენ მიაღწიოთ იმ სასურვილო შედეგებს. ვნახოთ ჩვენ შეიძლება აი შიგნიდანაც ხო არის რაღაცა ჩვენი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ შეიძლება ეს უნდა გავანვითაროთ რაღაცა ესეთი შინაგანი რესურსი რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და მიგიყვანთ თქვენ ზრდა და წარმატებამდე. და ამავე დროს ვნახოთ ჩვენ რა მიგიყვანთ თქვენ ახლა ეს გარედანაც ხო არის რაღაცა მოვლენები რომელიც ჩვენზე მოქმედებს. რას უნდა ისწავლოთ ამ გზაზე? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ, ხო? და შემდეგი ნაბიჯი რა რომელიც თქვენ მიგიყვანთ რა უფრო წარმატების კენ. ну, აქ პრინციპში მაჩვენებენ даже უკვე რომ თქვენ რაღაცებს აკეთებს ხოთაშორი და ძალიან ბევრსაც მუშაობთ იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა მიდიოდეს. აქ ვიღაცა შეიძლება даже წავიდა ფულის საშოვნელად დატოვა ყველაფერი აბსოლუტურად უკან და წავიდა. აქ ეს შეიძლება ორნაირად წავიკითხოთ დაუშვო საჯარო გაშლა გვაქვს, ხო? ზოგმა შეიძლება თქვა გადაწყვეტილება მიიღო და თქვა რომ всё მე მინდა რომ გადავიდე სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სოფლიდან გადავიდე ქალაქში სიტყვაზე, ხო, იმისათვის რომ მე ჩემი უფრო მეტი მივაქციო ყურადღება ჩემს საქმეს. ну, ვნახოთ ახლა ჩვენ რას გვეტყვის აქ და რო ჩვენს კითხვებზე რას გვიპასუხებს, ხო? პირველი, ანუ კითხვა, ეხლა რა ხდება თქვენს რა მდგომარეობაში ახლა თქვენი საქმე, რა მდგომარეობაში? ახლა მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ ვიღაცას სწავლობთ. ან შეიძლება რამე კურსებს გადიხართ, თქვა კვალიფიკაციას ამაღლებთ, ან საერთოდ სხვა რამეს სწავლობთ დაუშვოთ. კიდე არის რომ აი თქვენ ნახეთ ეხლა რა მდგომარეობაში არის, იმ მდგომარეობაში რომ თქვენ მართლა შეიძლება ვიღაცას ყავს დაუშვოთ თავისი ну დამხმარე ადამიანი რომელიც თქვათ გეხმარება იმაში რომ თქვენი საქმე უფრო დალაგდეს. ну ეს ხო გითხარით და შეიძლება მასწავლებელი იყოს, ხა რაღაცას ახალს სწავლობთ, ხო? ანუ სწავლების პროცესში ხართ დაუშვოთ. შეიძლება ხართ იმ პროცესში, როცა თქვენ ვიღაცას თუნდაც უნდა უსმენთ დაუშვოთ YouTube-ზე სიტყვაზე, ან თქვენ საქმიანობის თაობაზე, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში ქმედება რო აქ არის, ეს კი რაღაცას რო აკეთებთ, ეს უეჭველი. ანუ აქ თქვენ შეიძლება არა ხართ მარტო, შეიძლება გუნდიც ყავთ, ხო, ვისთანაც ერთად თქვენ მუშაობთ და ანუ გეგმავთ რაღაცას გეგმავთ, აი ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო. ზოგი შეიძლება даже ფიქრობს, აი ახალი რამე უნდა გავაკეთო მე. ну ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვენ არ დგახარ ერთ ადგილზე, მოდას რო თქვა, ეს არის უეჭველი.
რაღაცას აქ ადამიანი აკეთებს ყველა ვარიანტში და მის საქმეში ეხლა არის, იმიტომ რომ 7-იანი ეს ყოველთვის რაღაცა ქმედება არის რა, რაღაცას ადამიანი აკეთებს ან სწავლობს თავისი საქმისთვის, უეჭველი რაღაცას აკეთებს რა. რა უკვე მუშაობს კარგად. უკვე მუშაობს. რა უკვე მუშაობს კარგად. ნახეთ რა საინტერესოა. აი ნახეთ, თქვენი საქმე, რომელიდაც ხართ თქვენ დაინტერესებული, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ არიან დაინტერესებული ბევრი ხალხი. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვიღაცები უკვე გელოდებიან. ყველა ვარიანტში, აი გელოდებიან რას ნიშნავს, ნახეთ, აი ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ შევედი არ კანჩი და ცოტა უცბად წამიერად. ეხლა ნახეთ რა ხდება, აგიხსნით ეხლა აქ. აქ ნახეთ, გეტყვით, საერთოდ საქმეს როცა აკეთებ, ხო ძალიან კარგი არის, როცა შენ წერ რაღაცა გეგმას, ხო, რაღაცას გეგმავ. აი აქაც გვაჩვენეს ჩვენ რომ უკვე გეგმა, აი აქაც გოგო ზის, ნახეთ და წერს რაღაცას, ხო? მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ ძალიან მაგრად მუშაობს, აი მადლიერების კიდე დღეული. აქ გოგო ნახეთ, ზის და წერს თავის სურვილებს, მე 15 ენერგია, საერთოდ ეს არის ანუ ჩემი სურვილი, მე რა მინდა, რა გავაკეთო და თქვენ ალბათ ეხლა როცა წერთ გეგმას, თქვათ, ხო? ანუ ეს მინდა გავაკეთო, ანუ ამას მაგრამ ჯობია დაწეროთ, ამას უკვე ვაკეთებ რა. ანუ ან შეიძლება თქვენ წერთ დაუშვათ პრაქტიკა. შეიძლება ვიღაცა უკვე დაიწყო პრაქტიკა, რომ ყოველ დღე მე ვჯდები და ვწერ მადლობას სამყაროს იმისათვის, რაც უკვე მაგ და ვთხოვ იმას, რაც მე მინდა, მაგრამ ვთხოვ არა იმ ფორმით, რომ მომეცი, ვთხოვ იმ ფორმით, რომ მადლიერი ვარ, რომ ეს უკვე მე მაქვს. ნუ ამაზე ჩვენ მეგონი უკვე ბევრჯერ გველაპარაკეა, მეტომეტოს ახლა ნუ შემოსწავლებთან სულ მაგას ვასწავლე ხოლმე, ვეუბნები, რომ აი ესე გავაკეთოთ ჩვენ, რომ უფრო კარგად იყოს საქმე და ამიტომ რა უკვე კარგად მუშაობს და უნდა კიდე გაანვითაროთ ის მომენტი, რომ თქვენ აი თუნდაც პირველ რიგში ეს საქმე, რომელიც თქვენ გაქვთ, უნდა გიყვარდეთ, უკვე თქვენ თუ გეგმავთ, უნდა გააგრძელოთ ეს ამისი წერა, პლუს კიდე თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენი საქმე, რითიც ხართ თქვენ დაკავებული, თქვენ ხართ საჭირო გელოდებიან, აქ უეჭველი თქვენი საქმე ვიღაცას სჭირდება. თუნდაც ახლა შეიძლება ასეც რომ ვთქვათ, მაბადეთ, ცოტა რაღაც ხმა ამ ბოლო დროს მიჯდება. კიდე მინდა მაინც ახლა ეს დავაზუსტო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პოზიცია არის აქ. ან რას აკეთებ თქვენ უკვე ეს კი ვთქვით, მაგრამ კიდე მაინტერესებს აქ ვკითხოთ ჩვენ, ანუ რა უკვე კარგად მუშაობს, კიდე აქ რა არის. კი, ნუ აი ეს არის ზუსტად, ნახეთ. კი ბატონო, წარმატება, უკვე მუშაობს. ეხლა ნახეთ რა ხთ კი. რას გითხარით, პრინციპში ეგ არის რა. კიდე შემიძლია დავამატო ის, რომ აქ ნახეთ, აქ ადამიანს შეიძლება თქვენ გქონდეთ რამე დაუშვათ შიში. რომ მე მეშინი ამ საქმე, მე არ ვიცი, გამომივა თუ არ გამომივა. ან შეიძლება გქონდეთ რამე ისეთი, თქვათ, ეხლა შიში, მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ უკვე, ანუ გადაიზარდეთ რა, ასე თქვათ, ეხლა ეს შიში აღარა გაქვს, მოერიეთ ეს შიში და უკვე დაიწყეთ ქმედება. უკვე დაიწყეთ, ანუ მოიკრიბეთ თქვენი ძალა და უკვე ეს წინსვლა გაქვს. ანუ თქვენ უკვე დადეგით რა იმ თქვენს გზაზე და უკვე მიდიხართ. ანუ ის გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ის გზა არის სწორი, იმიტომ რომ ენერგიას თქვენ დებთ იმაში. თქვენ ცდილობთ, თქვათ, ნუ გაახვიდეთ, ნუ აქ მე კიდევ მაღალი არკანები გამოდის სულ და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვიღაცა აკეთებს კიდევაც ესეთ პრაქტიკებს რა, რომ აი დაუშვათ თუნდაც მანიფესტაციას, რომ მე მჯერე რომ გამომივა ეს საქმე. მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში რა. მე ვიცი რომ არაფერი არ არის ისეთი, რომ მე ვერ მოვერიო და ამას აცხადებ, ეს მომენტები სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგრად მუშაობს და ჩვენს გვაჩვენებენ, რომ მართლა ეს შენი მანიფესტაციები თუ ამას აკეთებ კი. პლუს კიდე შენ გამოდიხარ დაუშვათ ვიღაცა სიტყვაზე, ანუ
ოფისში მუშაობდით, დაიწყეთ ეხლა სიტყვაზე, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა მეშვიდე არკანი, ხო? ეს არის როცა ადამიანს ჭირდება მოგზაურობაც და მოძრაობაც რა. ანუ მაგალითად აი შვიდიანებისთვის ვაფშე არ ვარგა რომ იჯდეს ოფისში. უნდა იაროს სულ, ხო? ანუ რაღაცა ქმედება უკვე დაიწყეს. პლუს კიდე თუ გამოხვედით თქვენ და თქვენს თავს მოერიეთ უკვე სახალხოდ, თუნდაც დაუშვოთ ეხლა გამოაცხადეთ, რომ აი მე ვარ თქვა ეს სპეციალისტი. ეხლა ნახა თქვენ რამდენადაც არ უნდა იყოთ მაგარი სპეციალისტი და ბევრი ცოდნა გქონდეთ და გინდათ გქონდეთ აი მაგარი თქვა სურვილები, რომ მინდა წარმატებული ვიყო, მაგრამ თუ ზიხარ თქვენ მარტო თქვენს ოთახში და ელოდებით ვინ მოვა ჩემთან და ვინ ეხლა დამინახავს, ეს არის არასწორი საქციელი, იმიტომ რომ ეხლა არის უამრავი საშუალება სოციქსელებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ დავსკროლოთ და ვნახოთ ვიღაცის რაღაცა, ჩვენს შეგვიძლია რომ ჩვენს თავზე ვთქვათ, რომ აი მე ეს რაღაც მინდა და შემიძლია ვიყო შენთვის საჭირო და დაგეხმარო, ხო? იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ჩვენი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აუცილებლად ვიღაცას სჭირდება. ამიტომ აი აქ უკვე თითქოს ადამიანმა დაიწყო ეს. და პლუს კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აქ საქმე, რომელიცაც თქვენ აკეთებთ, თქვენ მოგწონთ, იცოდეთ და არის მართლა საჭირო ბევრი ადამიანებისთვის. პრინციპში როგორც კიდე გავიმეორებ, როგორც ყველა ჩვენი საქმიანობა. შემდეგი ვნახოთ ჩვენ რა გიშლით ხელს თქვენს წარმატებას აი ამ მომენტში. რა გიშლით ხელს. აი ნახეთ რა საინტერესოა. შეიძლება კიდე ეს მომენტი სხვათა შორის ძალიან მაგარია. აი ნახეთ, ეხლა ვეცდები აგიხსნათ ცხრიანი თასების, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში რა გიშლით ხელს. შეიძლება აი გუშინ მქონდა კონსულტაცია ერთ გოგოსთან და მეუბნება რომ ძალიან მინდა რომ მე ვიყო, აი დავიწყო საქმე, ვიყო ძალიან კარგი რეპეტიტორი რა. ბავშვებს ახლა ვამიცადინო, მაგრამ გაშლა რომ გავაკეთეთ, გაშლაში დავინახე ის რომ ანუ რა მჭირდება მე იმისათვის რომ მე დაუშვოთ ვიყო კარგი რეპეტიტორი, ხო? მაგრამ და რა უშლის ხელს პოზიციაზე იყო ზუსტად ის მომენტი რომ ადამიანი არის უკვე ძალიან მშვენივრად კარგად ისედაც და უბრალოდ ის მისი თქვათ ეხლა ახალი ეს სურვილი რო თქვათ, ახალი არ არის, იმიტომ რომ თვითონაც არის ძალიან კარგი პედაგოგი, ასწავლის უნივერსიტეტში და უკვე ისეთი თვითრეალიზება აქვს თავის საქმეში, რომ პრინციპში ეს უბრალოდ რო აი, თქვათ, არ სჭირდება ეს, თქვათ, დამატებითი ფული იმისათვის, რომ თქვათ, რამე მისი საქმე გამოასწოროს, თქვათ, ან დაეხმაროს მის საქმეს. უბრალოდ ისე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანს აი ეხლა შეიძლება ცოტა უხეშად თქვა, რომ აი როცა მშიერი ხარ, მაშინ შენ უფრო ეძებ იმ საჭმელსაც, ხო? როცა შენ ახლა არ გშია თქვათ, ხო? მაშინ შენ არც ეძებ და საერთოდ არ გაინტერესებს რა გიდეს იქ მაცივარში სიტყვაზე, ხო? აი იგივე არის აქ. ანუ რა გიშლის ხელს შენს წარმატებას, ის უშლის ხელს, რომ შენ უკვე პრინციპში ყველაფერი კარგად რა ქვია, აწყობილი და უკვე ფიქრობ, რა ვიცი, მჭირდება, არ მჭირდება ეს ყველაფერი, ანუ გავაკეთო, არ გავაკეთო, მინდა, არ მინდა, ანუ უფრო ისეთი რაღაცა არის რა. და საერთოდ როცა სიტუაციაში ჩვენ გვაგდებენ, თქვათ, ისეთ ცოტა რთულ სიტუაციაში, მაშინ ვიწყებთ ჩვენ ხოლმე მოძრაობას. აქ გვაჩვენებენ, რომ იმდენად კარგად ხარ, შენ ახლა არ გინდა რომ თქვა ზედმეტად კიდე რამე გააკეთო. აი ასე მეუბნებიან რა. ნახოთ ახლა ჩვენ რომელი შინაგანი რესურსი დაგეხმარებათ სასურველო შედეგების მიღწევაში, რომელი შინაგანი თქვენი რომელი შინაგანი რესურსი. აი იცით როგორი რომელი შინაგანი დაგეხმარებათ, რომ მე არ დავნებდები. მე არ დავნებდები. ნახეთ ახლა აქ გეტყვით. აქ იმის მიუხედავად, რომ შენ ახლა დაუშვით ხარ კარგად ახლა, ხო? მაგრამ საერთოდ აი მგონი მithქვამს ადრეც რა,
მეკითხა აი მდიდარი ადამიანებთან ახლა მქონდა რა თქმა უნდა და მაქვს ურთიერთობა და ვეკითხები ხოლმე აი ხა მაგალითად ხო მიაღწიე რაღაცას ხო გაგახავ თქვათ შენი ეს ადრე ვეკითხებოდი რომ გააგდაუშვათ ეხლა შენი თქვათ ეხლა რაც გში აქვს წყურია ყველაფერი რაც კი გჭირდება ყველაფერი გაქვს რატო შენ კიდე ბრძოლობ და რატომ კიდე გინდა რომ მეტი გქონდეს ხო იმიტომ რომ ჩვენ ეხლა პრინციპში ვინც თქვათ არ ვიცით დაუშვოთ ეს კანონები ხო ან დიდრების საერთოდ ეხლა ადამიანების თქვათ წესები თუ არ ვიცით ჩვენ ხო ან მაგათი მიდგომა ხო შეიძლება დაგვეგავადოს ეს სურვილი რომ პრინციპში რა უნდა გინდოდეს ხო შეგიძლია ჭამო რაც გინდა ჩაიცო რაც გინდა სახლი გაქვს როგორიც შენ გინდა მანქანა როგორიც გინდა შეგიძლია მოგზაურო მეტი რა გინდა ხო აი ეს რა გინდა ზუსტად მაშინ მიპასუხოს რომ იცი რა მაგის მერე უკვე რომ შენ ეს ყველაფერი დახურე რა აი ეს შენი საჭიროები უკვე გებადება ისეთი სურვილი რომ შენ თავს დაუმტკიცო რომ მე შემიძლია მეტის გაკეთება რა და ანუ უკვე მიდის აი ეს უკვე აზარში შედის ადამიანი აქ შემიძლია ვთქვა რომ შეიძლება ადამიანი უბრალოდ აინტერესებს ამ მეტი რა კიდე შემიძლია და მაგრამ ამავე დროს აი ამას ყველაფერს რომ მიაღწიოს ადამიანმა რა თქმა უნდა გქონდეს შინაგანი რესურსი რომ მე არ დავნებდები და აქ არის ესეთი რესურსი რომ მე აი ნახეთ ზუსტად თქვენი შინაგანი რესურსი რომელიც დაგეხმარებათ რომ თქვენ გადახვიდეთ კიდე სხვა ეტაპზე ხო არის ზუსტად ის რომ მე არ დავნებდები მე მაინც ყველაფერს გავაკეთებ მე მაინც ყველაფერს მოვერევი აი ეს არის თქვენი შინაგანი რესურსი რომელიც თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ თქვენ სურვილის მიაღწიოთ და აი თქვენი უფრო საქმიანობა უფრო წინ წავიდეს ეხლა ვნახოთ ჩვენ გარე მოქმედებები რომელიც მიგიყვანთ თქვენ გარეთ აქ არის უკვე ნახეთ ისე ამბობენ პენტაკლების დედოფალი ესე თქობა მაინც თქვენზეა საუბარი უფრო აქ ნახეთ მოდით წავიკითხოთ როგორც ენერგია და წავიკითხოთ კიდე იმ დროს საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ ანუ შინაგანი ქმედებები უკაცრავად გარე მოქმედება პირველი შენ თქვენ თვითონ უნდა იყოთ აი გარედანაც ხო ეს შინაგან ეს არის გარედან თქვენ თვითონაც უნდა იყოთ როგორ იცით ანუ ის საქმე რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელიც თქვენ გიყვართ ხო აი აქ даже ასე ვეთყოდი რომ შიგნით ხოლმე დაუშვათ არ ვნებდები მაგრამ გარედან მე უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისათვის რომ მე ამას მივახციო უნდა ნახეთ კიდე ნახეთ აქ რაც გვეუბნებიან მაინც პენტაკლების დედოფალი ეს არის უფრო ადამიანი რომელიც იცის მართლა ფინანსების თუნდაც ხო ანუ უნდა დაეხმაროთ კი დაუშვათ ეხლა ნებისმიერი საქმე როცა ჩვენ ვაკეთებთ რამე საქმეს რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში გვინ უნდა ვიფიქროთ იმას რომ მე რითი შემიძლია დავეხმარო თქვათ ეხლა სხვას ჩემი საქმიანობით და რითი შემიძლია ვიყო კიდე უფრო საჭირო და უფრო კარგად გავაკეთო ეს არის პირველი კანონი და მეორე რა თქმა უნდა რომ უკვე ახლა აქედან მე უკვე სამყარო გიხდის შენ ხო აი აქ ალბათ ეს არის რომ უნდა მიიღოთ უნდა გქონდეთ ეს მიმღებლობა პლუს კიდე შეიძლება აქ ვინმესთვის იქნება საჭირო ვიღაცა ადამიანი ვის იცის კარგად ეს საქმე რა საქმეშიც თქვენ ხართ და იმან უნდა დაგეხმაროთ თქვენ რომ ეს არის გარედან აბა როგორც ენერგია მითხარით გარედან უნდა აფასებდეთ იცით კიდე მაგ საქმეს უნდა გჯეროდეთ რომ თქვენ შეგიძლიათ რომ ანუ უნდა გარედან ну აი კითხა და დედოფალი პენტაკლების დედოფალი გამოვიდა გარედან ეს არის როგორი თემა ხა გეტყვით ნახეთ უნდა გოგოებს ხშირად ვეუბნები სარკე ეთყობა სახში არა გაქვს ხო გოგოებმა დაწერეთ ვის კითხარით მე როცა სარკე არა გაქვს სახში ანუ უნდა მიხვედი სარკესთან და უთხრა შენს თავს დაელაპარაკო რომ შენ ხარ
წარმატებული, შენ ხარ ძალიან მაგარი, შენ შეგიძლია ყველაფერი აბსოლუტურად რა. ყველაფერი მოდის შენთან. შენ მაგას არ არის საჭირო რომ დაიმსახურო, შენ უკვე დაიმსახურე ეს ყველაფერი და ეს არის უკვე შენია. მიხვდეთ, აი ესეთი მანიფესტაციები, იმიტომ რომ ეს არის გარედან, რა საინტერესოა გავგიჟდე რა. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ მოიცადეთ. ხო, სწორი მეთქი რაღაც არასწორად თქვი. Так, რა მიგიყვანთ თქვენს წარმატებამდე. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ რას გითხარით? პრინციპში ნახეთ როგორ არის ახლა. აი ცოტა ვითომ მე ვიფიქრე რომ ამერია. ამ დროს უკვე ნაკაცში რომ მუშაობ, ყველაფერს აბსოლუტურად უკვე ისე რა ქვია, ვთქვი და არ გეგონათ რომ რაღაცა არასწორი თქვი, იმიტომ რომ მართლა ისე მიდის, რომ უკვე ვთქვი და მე არ მომაჩვენებს ღერთო ჩემო. მოდით ნახეთ ახლა ესე იგი რა მიგიყვანთ კიდე. აქ არის როგორი სიტუაცია, შეხედეთ ხალხი, მადლიერი ხალხი. Ну, რა თქმა უნდა, აი რაც წეღან ვილაპარაკე რა, უკვე აღარ გავიმეორებ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანებისთვის და ჩვენ უნდა მაგათ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ რა. რომ ჩემი საქმე, მე კი მიყვარს და მომწონს, მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამ ჩემს საქმეს და რას ეს ჩემი საქმე როგორ დაეხმარება სხვებს რა. აი ეს არის რა, იგივე არის ეგ სხვებზე ფიქრე. რა ესე იგი რას უნდა ისწავლოთ ამ გზაზე ზუსტად განდეგელი აი ზუსტად უნდა ისწავლოთ რა უნდა ვისწავლოთ ა გოგო ზის და სწავლობს ნახეთ რა უნდა ისწავლო და ის რომ აი პირველ რიგში რაღაცა შეიძლება ახალი ცოდნა გჭირდებათ რა კიდე რა უნდა ისწავლო და კონცენტრაციაც უნდა ისწავლო იმ საქმეზე რა საქმესაც შენ აკეთებ რა აქ აი კითხვა არის რა უნდა ვისწავლო და აი რა შეხედეთ ეგრევე გოგო ზის მაგიდასთან და სწავლობს ანუ შეიძლება თქვენ გჭირდებათ აქ კვალიფიკაციის ამაღლება არ გამეკვირდება მაინც ვამოწმე ხო არა შემეშალა რამე არა განდეგელი ესე იგი რა უნდა ისწავლოთ ამ გზაზე რა უნდა ისწავლო იცი რა არის აი აქ შეიძლება ხო გეუბნებით უფრო მეტი ცოდნა გჭირდებათ ამ საქმეზე უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდებათ ამ საქმეზე უფრო მეტი კიდე გავიმეორებ კონცენტრაცია გჭირდებათ ამ საქმეს შეიძლება ზოგჯერ შეიძლება უნდა თქვათ ზოგჯერ შეიძლება უარეს თქვათ რაღაცა სიტყვაზე გართობაზე და უფრო ამ თქვენ საქმეს მიხედოთ აი ესეც არის საჭირო ну ვნახოთ ახლა ჩვენ რა არის ეს შემდეგი ნაბიჯი რომელიც თქვენ მიგიყვანთ ამ თქვენ პროფესიულ გარღვევასკენ ჩემო სიხარულებო, აი ეხლა მე მაგალითად ძალიან აი აქ კიდე ეხლა ყორუმი არის და ასე შემდეგ რა. მომისმენთ, ეხლა კი შეიძლება ზოგი იტყოს, რომ ეს ხალი სულ იმას აწובה, რომ აი თქვათ ტარო ისწავლე და რაღაცა თქვათ ეხლა ეზოტერიკა ისწავლე, მე გეუბნებით, ну ასე ხდება, რომ მე როგორც ხვდები, ჩემთან რა თქმა უნდა პირველი არავინ არ არის, ხა ტყილა უბრალოდ 1000 ჯერ მithქვამს, მოსული თუნდაც გინდა ჩემ არხზე და გინდა საერთოდ ნებისმიერ ეზოტერიკოსის არხზე, იმიტომ რომ რადგან შენ ამას უყურებ, ესე იგი ეს შენ გაინტერესებს, შეიძლება ზოგი პირველად მოხდეს და უშვა და საერთოდ არასოდეს არ უყურები არავისთვის და აი უცბად თქვა რომ ხო ვინც არ მისწონს მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. ანუ და სხვათა შორის ფსიქოლოგიც ვარ, გუშინ გოგო იყო კონსულტაციაზე, გამიცემ, ვაიმე თქვენ ფსიქოლოგიც ყოფილ ხართ, ხოლმე ვთხარი მაგას აბა ვარ მეთქი. ტარო არის უბრალოდ ჩემი ინსტრუმენტი, რომელიც უფრო მალე მეხმარება იმაში, რომ თქვენი სიტუაციები გავარჩიო. და ეხა ნახეთ, ეხა რა ხდება. დაუბრუნდები იმას, რომ
რატომ ამაზე ვაკეთებ აქცენტს? ნახეთ, მე-15 არკანი აქ არის, მე-9 არკანი აქ არის, ყურუმის არკანი აქ არის. ამიტომ ეხლა ეს აქედან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ ერთი რაღაცა. კიდე შეიძლება ეს ყველასთვის არ არის ინფორმაცია, მაგრამ ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია უეჭველი. შეიძლება აქედან მე ავიღო ესეთი ინფორმაცია, რომ შენ დაუშვოთ კი, აი არაფერი არ გიჭირს, თქვა, დაუშვოთ ეხლა, მაგრამ გიჭირს რა? ის რომ შენ გინდა რომ კიდე რაღაცა აი არის ეგეთი კითხვა ხო? აი რას გააკეთებდი შენ დაუშვოთ რომ გქონდეს ფული, ხო? აი ყველაფერი მოწესრიგებული გაქვს და დაუშვოთ აი რას რით დაკავდებოდი. აი აქ მე შემიძლია თქვა რომ დაკავდებოდა ადამიანის სიამოვნებით ალბათ ეზოტერიკით. უბრალოდ შეიძლება გქონდეს ის მომენტი რომ დაუშვოთ აყოლილი არის თქვა ხვის აზრი. ან რისთვის გინდა, ან ეს სისულელი მე მესმის ძალიან კარგად მესმის რომ თვითონ ეგეთი ვიყავე მე წლების უკან რომ რაღაცა შიშები შეიძლება გაქვს, შევფიქრობთ, ანუ ეს უბრალოდ კი მე კი ვერთობი სიტყვაზე, მაგრამ მე რო ახლა დაუშვოთ ვინმეს თქვა ან რამე გაუკეთო და ასე შემდეგ მე მესმის ეს ყველაფერი და პლუს კიდე აშინებენ რატომ არ ვიცი აი საქართველოში ძალიან აი ქართულ სივრცეში არის ეს მომენტი რომ აშინებენ რომ აი ისეთ რაღაცებს მეყვებიან ხოლმე გოგოები და ისეთ რამეს მეუბნებიან ტაროზე აი პროსტო ვგიჟდები რა რომ აი ეს ნუ არ ვიცი даже გამეორებაც არ მინდა ამ დროს ეხლა მე სულ მაგას ვაწვევდი რომ ეს არის წიგნი ფსიქოლოგიის წიგნი რომელიც მალე გაძლევს საშუალებას რომ შენ გაიგო შენი სიტუაციაში გაერკვე რა აუცილებელია უნდა ჩაერიო იქ რაღაცა ის მაგიები და რაღაცა ნუ შავი რაღაც თემები აუცილებელი არ შეიძლება რომ ტარო გამოიყენო როგორც აი ნორმალური ეკოლოგიურად სუფთა ინსტრუმენტი არ შეიძლება ხო შეიძლება აგერ გელაპარაკებელ ამის უკვე 4 წელი თქვენს გვერდით ვარ და სულ მაგას გეჩიჩინები და ნუ გეშინიეთ თუ ვინმე ეხლა ხართ თქვენ ესეთი ადამიანი რომელიც პრინციპში ნორმალურად ხართ ყველაფერი და უბრალოდ გინდათ რომ ეს ტაროც ვისწავლო თქვა ან ეზოტერიკაში წავიდე ხო გეუბნებიან რომ ისწავლე თუ უკვე სწავლობ ხო უფრო ჩააღრმავა ეს შენი ცოდნა უკვე დაიწყე უფრო მეტი შრომა ჩადე მაგაში და უფრო ისწავლე იმიტომ რომ ნუ ახლა ყურუმი და კანდაგილი ნახეთ ახლა ეს კითხვები რა უნდა ისწავლო და უნდა ისწავლო რა თქმა უნდა ეს საკრალური ცოდნები და უფრო მეტი უნდა ისწავლო დაუშვა და შემდეგი შენი ნაბიჯი იმისთვის რომ შენ გახდე კარგი პროფესიონალი უნდა გახდე აი ეს საჭირო ადამიანი სხვებისთვის როგორც აი აქ რაც არის რა ანუ თუ უკვე ისწავლე დაიწყე და გაეცე შენი ცოდნა თუ არა და გააგრძელე კიდე და ნახე როგორ კარგად იქნები იმიტომ რომ ახლა ნუ არ შემეძლო რომ არ მეთქვა იმიტომ რომ ეს არის ნუ მასე რა ახლა ეგეთი არკანები როცა გამოდიან თან პლუს კიდე ერთი თვისება მაქვს მე როგორც ყველას ჩვენ ხო ჩვენი გვაქვს ეს მისიები და ასე შემდეგ მე უბრალოდ მეც ჩემში გავხსენი რა თქმა უნდა მატრიცის დახმარებით რომ უკვე მივხვდი რომ მე ვარ ეს ადამიანი რომელიც აი ეხმარება გაღვიძებაში აი ესეთ ადამიანებს ვისაც აქ მიდრეკილება ხო გინდათ ტაროსადმე გინდათ საერთოდ ეზოტერიკის სადმე და ნუ არის მაგ ეგეთი მისი იმიტომ აი გაშლებით სულ ეგეთები მაქვს რა რომ თვითონ ძნელად გავიღვიძე ასე რომ ვთქვათ და ამიტომ ახლა ისეთ ადამიანებს მაძლევენ ვისაც სჭირდება თუნდაც ის ჩემი მაგალითი რომ დაუშვათ ახლა გაიღვიძონ ამიტომ არ გეწყინოთ თუ დაუშვოთ ახლა აი მაგ თემას შევეხები იმიტომ რომ მოდის ინფორმაცია ასეთი იმიტომ რომ მე ჩემ მოსწავლეებსაც სულ ვეუბნები თქვენ გელოდებათ ხალხი თქვენ ხარ საჭირო ვიღაცისთვის რა რომ დაეხმაროთ ვიღაცა ადამიანებს რა მოდით ახლა ნახოთ ჩვენ აი ეს მაინტერესებდა კიდე ეს შემდეგი ნაბიჯი ხო აი მაშინ იქნება ბედნიერი რა ისე აი 1000 ჯერ მითხრას რომ ეს ადამიანი არის საჭირო ბევრი ადამიანებისთვის უბრალოდ უნდა გააგრძელოს კიდე თქვათ ის ჩაღრმავება თავის საქმეში მორჩა და ამას თუ დაუჯერებს რა ელოდება აი რას ელოდება თუ რამე გაქვთ თქვენ გულისკენა თუ თქვენ ფიქრობდით რომ არ გამომივა ვერ ვიზავ აი გეფიცებით ნახეთ 10-იანი პენტაკლებიც 10-იანი თასების რა არის იცით საერთოდ ერთი რამე მინდა გითხრათ ახლა აი ორი სიტყვას ვეთქვი ვისაც არ აინტერესებს შეგიძლიათ გათიშოთ
ძალიან ცუდი რაღაცა არის, როცა ამბობენ, რომ აი ტარო მაგალითად, როცა შენ სწავლობ, ну ტაროზე ლაპარაკობ ახლა ამ წურში, იმიტომ მე ტაროლოგი ვარ, ახლა ასტროლოგია, просто მიყვარს სიტყვაზე სხვა რაღაცები, მაინტერესებს, მაგრამ მე ტაროზე გეუბნებით. არის ზოგჯერ ის მომენტი, როცა ეუბნებიან, რომ შენ თუ დაკავდები თქვა ტაროს თუ ისწავლი და ან თუ იქნები თქვა ამ სფეროში, ხო? აი შენი პირადი თქვათ ახლა იქნება ძალიან ცუდად, შენ შვილებსაც ეს ну კარგი არ არის შენი შვილებისთვის. დამიჯერეთ ახლა უკვე მუშაობ, აი უკვე ლამის 10 წელი, აი იმენა შეგნებულად ამ სფეროში. იმის მერე, აი არ ვიცი დავიფიცები რაც გინდათ, ახლა საჯაროდ აქ არ დავიწყებ, ახლა შვილების და შვილიშვილების დაფიცება, მაგრამ უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს არის ესეთი მომენტი, რომ პირიქით ეს როცა ეს არის შენი გზა, როცა შენ მუშაობ უშუალოდ სუფთად ეკოლოგიურად, როცა შენ ამ ინსტრუმენტით ეხმარები ადამიანებს, დამიჯერეთ, რომ აი ყველანაირად გინდა პირადი ცხოვრება და გინდა ფინანსური მდგომარეობა, გინდა აი სიტყვაზე ჩემი შვილების სიტუაცია, ყველაფერი უფრო კარგად არის. გაიგეთ? ანუ ეს არ არის შენ თუ რაღაცას ჯადოებს აკეთებ და შენ თუ მარტო ხარ მიდრიკილება გაქვს და მიმართულება გაქვს, რომ აი რაღაცები გავაკეთო და რა თქმა უნდა, აი მაშინ უნდა გეშინოდეს, კი ბატონო. როცა შენ ეკოლოგიურად სუფთად ეხმარები ადამიანს, რომ ამ ინსტრუმენტების, თქვათ, მეშვეობით უფრო მალე დაეხმარო ადამიანს, რომ გაიგოს რა სჭირს და გაიგოს რა უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, შენ აკეთებ სიკეთეს, ხო? და სამყაროს შენ რა თქმა უნდა გილამაზებს ცხოვრებას. აი აუცილებლად გილამაზებს ცხოვრებას და ყველაფერს გაძლევს შენ. აი და უფრო შენი ცხოვრება ხდება კარგი. ეს არის ნებისმიერი საქმესაც რო შევეხოთ, აუცილებელი არ არის ტაროს შევეხოთ. ну უბრალოდ ახლა მაგას შევეხე, ხო? რითიც არ უნდა იყოს თქვენ დაკავებული, ხო? თუ თქვენ ამას აკეთებთ გულით, სულით, თუ თქვენ გინდათ რომ ადამიანებს ასიამოვნოთ, მაგრამ იმ ხარჯზე კი არა, რომ შენ ახლა ხარ თქვათ ცუდად და მოღონაც ისინი კარგად იყვნენ. არა, შენ თვითონ უნდა გიყვარდეს, უნდა მოგწონდეს შენი საქმე და რა თქმა უნდა, როცა შენ თვითონ ხარ კმაყოფილი იმით, რასაც შენ აკეთებ, რა თქმა უნდა, შენ მარტო ის შეგიძლია გასცე ადამიანს, რაც გაქვს შენ. თუ შენ დაბოღმილი ხარ და მარტო ბოღმა ხარ, რა თქმა უნდა, მარტო იმას გასცემ და ყველას და თუ თქვა შენ სულ უკმაყოფილო ხარ და აი ზოგჯერ ისე მიკვირს ხოლმე, რომ ახლა დაუშვათ დევს ახლა, ну სიტყვაზე ადი კომენტარი, ხო? ყველა წერს, რომ აი მადლობა თქვა, ეს გავიგე, ის გავიგე, ერთი ვიღაცა დაწერა. ვაიმე ძალიან ცუდად ესმის. ეს რას ნიშნავს? რომ ანუ ესე იგი იმას კი არ ფიქრობ შენ რომ დაუშვათ რაღაცა გავაკეთო, ანუ გადავთვირთო ჩემი ტელეფონი თქვათ, ან რაღაცა რომ მოусმინო რას ამბობს ეს ადამიანი, რადგან სხვებს თქვათ რეზონირდება და ეთყობა რაღაცა გაიგეთ. არა, ის ეძებს ნაკლებს, გაიგეთ, რომ აი ისა რა ქვია, რაღაცა არ ესმის. ხო? თუ არ ესმის, ესე იგი არ გინდა რომ მოისმინო. ეს იმასაც ნიშნავს, შენ თუ არ გესმის, ესე იგი არ გინდა რომ მოისმინო, შეიძლება არ არის საერთოდ შენთვის ეს ინფორმაცია საჭირო და იმიტომ არ გესმის. ისე ჩემო სიხარულება, ну იმედი მაქვს, რომ ეს გაშლაც მოგეწონათ თქვენ, იმიტომ რომ მარტო სასიყვარულო თემები კაია, მაგრამ ძალიან ბევრი მწერს, რომ აი სამუშაოზე, ფინანსებზეც გჭირდება ინფორმაციები და იმიტომ რომ, ну ეგეთი ტიპი ვარ, მე სულ ყველაფერი მაინტერესებს, აი ეს პირადი დანიშნულებას, ფინანსური თემებიც მაინტერესებს ძალიან და ურთიერთობა თავისთავად და ამიტომ ვცდილობ რომ თქვენ დაგეხმაროთ აი ამ ვიდეოების მეშვეობით, რომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც დავეხმარა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია.